გამარჯობა, ესე იგი დღეს დადგა ის დღეს, როცა ჩემს მეგობრებთან ერთად მივდივარ ერთ კარგ ადგილას, ორად კარგ ადგილას უბრალოდ, მაგრამ მაგაზე ცოტა მოგვიანებით რა. უბრალოდ მთავარი რაც არის ხა დიტომ ჩემმა ძმაკაცმა არ იცის რომ მე მივდივარ რა, რაღაც ისე დავაწყვეთ რომ საიდუმლოდ შევინახეთ და აეროპორტში მინდა რომ სიურპრიზად ასე ვთქვათ გავუკეთო ეს ყველაფერი და ნახოთ რა როგორი რეაქცია ექნება და რა ვიცი გისურვებდით რომ მაქსიმალურად შეძლებს დაგვარად ჩვენი სურვილები ყოველთვის აგვესრულებინოს და პირველ რიგში ჩვენი თავი დავაყენოთ უნდა წინ და არ უნდა ვთქვათ უარი თუნდაც მოგზაურობაზე და ასე შემდეგ რა ნებისმიერ რამეზე. შემდეგი ვიდეო უკვე აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იქნება და ნახოთ დანიშნულების შესახებაც მე ვიტყვი უკვე. Ida, მოდი. მილანის ჩასხდომა საით არის პოეცი რო. არიცა. მოდი. არ ვიტყვი. შატლახო. გათენდა დილა მილანში და ჩაველოდებით ათუკას. დიტო, კვანცა, ანა. 70 წლის შემდეგ. 3 hours later. და. აი ისიც. წავედი. რამდენი ხაზია? აქ ჩვენ რა უნდა გავაკეთო? აქ ჩვენ რა უნდა გავიგო? ხო და მაგას გეუნები, შეჩემ რა უნდა გავუგო შენ და მე. ესეთი ბილეთია. ძირითადად დაბალი შენობებია, მაგრამ აქ ცოტა ცენტრისკენ რო გამოდიხარ, სათამბეჯენებიც ბევრი არის. ასე რომ აქ ბათუმის შემკული ადამიანს ვერაფერი არ გაგაოცებს, მაგრამ საკმაოდ დიდი შუშებიანი შენობები არის აი იქითაც. ძირითადად ესეთ შენობებია. უნიკრედიტი, აინტერია, ახლა კი მივდივართ ალბათ ყველაზე მწვანე და ყველაზე გამორჩეულ არქიტექტურულ შენობასთან, რომლის ნახვაც ძალიან დიდი ხანი მინდოდა, აი არ ვიცი, მაშინ პროფესია არჩეული კი არა, სკოლაში ვსწავლობდი, რომელიღაც კლასში ვიყავი და აი ეს შენობა რაღაცა ის იყო ჩემთვის. საოცნებო რომ მეთქი როდის ვნახავთქო და რადგან ეს დღეს ვნახე. მეგობრებო, ეს არის მილანის ერთ-ერთი სახე, არაჩვეულებრივი შენობა, რომელიც გამორჩეულია თავისი გამწვანებით. ეს შენობა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თავისი, ასე რომ ვთქვათ, ლანდშაფტური აგებულებით. ფაქტობრივად მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. დიდი სიამოვნებით წამოვიღებდი მე ამას თბილისში. აბა როგორც წამოვიღებდი. აი მილანის ოფიციალური მაღაზია. აი ეს ფორმა არის შედევრი.
ძალიან ლამაზი. 70 евро ღირს ეს. ახალი ფორმებიც არის. ლამაზი ფორმები აქვს პუმას ფოტოშორის. ვაიმე, რა სიძახი. ძალიან ლამაზი. ძალიან ხარისხიანი პროდუქცია, ყველაფერი საერთოდ. მილანის ფანების 64. იდეაში მილანში ჩვენ ვიყავით გადაჯდომისთვის. ჰქონდათ რაღაც 6-7 საათი და 3-4 ადგილი ვნახეთ ნორმალურად. ეხლა ის მომელპენზას აეროპორტში დავუბრუნდით. და შემდეგი დესტინეიშენი არის სიცილია, პალერმო. ბოლოდინები და რა თქმა უნდა ხდრო იქ მეტი გვექნება უფრო 5-6 დღე დაახლოებით და თანახავიც მეტია. უკვე დავუბრუნდებით პალერმოდან. ნამდვილ იტალიურ ეზოში ცხოვრობთ და პირველი დღე პალერმოში ყოფნის. მანქანა ვიქირავეთ და მანქანას გაჩვენებთ, ახლა რა მანქანა გვყავს. აი ეზო არის ესეთი. კორპუსები რაღაცა. პარკინგი აქ ღამე ვაფშე ადგილი არისო. საერთოდ ტეო არისო. და ეს არის ჩვენი მანქანა. Renault რაღაცა Renault-ი. რომელიც უბრალოდ იქოქება და დადის, მეტი არაფერი. Renault Modus. ესეთი. უბრალო ხალხია იტალიელები არ ყავს ესეთი მანქანები. ჩვეულებრივი უბრალო თავარია A პუნქტიდან B პუნქტამდე მივიდეს. აქეთ სხვათა შორის ეს დისკის ისინი ხუფები აქვს. აქეთ არა აქვს. მაგარი მანქანაა ძალიან. სიჩქარებს მოვლი ერთი სიჩქარებს. სიჩქარებს. ოპა. პაპოლოგი. უბრალოდ ანა. ვანცა რომელიც ნერვები აქვს მოსული რომ მუსიკას ვერ ვთავთ. იმიტომ რომ ფიზიკურად წავდა ჭარტო აქვს მუსიკა. არაფერი არ არის. ეს არის პალერმოს კორპუსები. რამდენი ცხრიანი კი იქნება? ეს არ ვიცი. იმის გელაში მე. სახოციანი კაცი. ეხი როგორ დადო? აი ბენზინის ფასები. რა ლამაზი ხედი. ძირითადად ეხლა რაც ვნახეთ, უფასო სანაპიროებია რა. არა, მე Google Maps-ზე ვნახეთ ერთი კარგი სანაპირო და რომავით ადგილზე 5 евро და აღირდა შემოსვლა რა. მაგრამ სტუდენტებისთვის 3 евро არის შეღავათიანი ფასი და ჩვენ 3 ევროთ შემოვედით და ესეთი ლამაზი მყუდრო სანაპიროა, კერძო და ესეთი ლამაზია რა. მაგრამ ყველა ვარიანტში აქ მანქანით გიწევს მოსვლა ადამიანს, იმიტომ რომ სხვა ეხა ტრანსპორტის საზოგადოებრივი და ესენი არაფერი არ მოძრაობს. ზღვისფერი და ზოგადად ტემპერატურა და გარემო არის, აი რავი, 10-დან 10 იდეალურია რა. ესეთი კლდოვანი გრუნტი არის ზოგადად. აი, დარქედა მე მაგაში. კლედ ერთი ტიპი გავიცანი რა. აქ დრონით იღებდა კადრებს და მეთქი ვლოგისთვის მინდა ჩავსვამთქო რა.
Вообще, она. Я. Спасибо. Yep, that's me. You're probably wondering how I ended up in this situation. No, la polizia, no. Camera? Ah, camera for the LBJ. DJ, dai che la camera. ნატანების სიმინდი არის ესე.
რეკომენდაცია ამ პიცერიას, პიცა ნინა. უგემრიელესი ლაზანია და პიცა ნინა ქონდათ. Signori, prego, caffè, cappuccino. Prego, uno. ეს არის ის მოედანი, რომლის გარშემოც გაშენდა ქალაქი პალერმო, აი. ეს 4 შენობაა. ესე. აი ეს 4 შენობაა და იდეაში მთავარი ცენტრი ტურისტული ეს არის რა. Non sei perduta col tuo ordine discreto ma dove il tuo amore არის პალერმოს ოფიციალური მაღაზია. Hai formato amazzi Puma Peros. Perfetto per le consegne. Vedi, hai già Quella per i Puma sai. Scopri di più su sanat.it. 80 euro. Non passi ეს არის საკმაოდ ძალიან ცნობილი თეატრი, რომელსაც ქვია Massimo de Palermo. აქ არის გადაღებული ნათლიას ერთ-ერთი სცენა, სადაც ვიტო კორლეონეს შვილის, ანუ მაიკ კორლეონეს შვილს კლავენ. Mary, please. ასე რომ საკმაოდ ძალიან ცნობილი თეატრი არის ეს. ზოგადად ადგილი რა. საკმაოდ ეფექტური სანახავი არის.
questi portoni, sguardo in alto tipo scalatori, quindi scusa mamma se sono sempre fuori, ma sono fuori di testa, ma diverso da loro, e tu sei fuori di testa, ma diverso da loro, siamo fuori di testa, ma diversi da loro, siamo fuori di testa, ma diversi da loro, no. Io ho scritto pagine e pagine, ho visto sale poi lacrime, questi uomini in macchine, non scalare le rapide, scritto sopra una lapide, in casa mia non c'è Dio, ma se trovi il senso del tempo risalire dal tuo oblio, e non c'è vento che fermi la naturale potenza, dal punto giusto di vista del vento